გამარჯობა მეგობრებო, დამთავრდა ინგლისური საფეხბურთო სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი, რომელიც არის Community Shield-ი, ანუ ინგლისის სუპერთასი, რომელშიც შუშის სასახლემ დაამარცხა ვიზლის აუზი და ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სპონსორია ლევან ღვინჯილია. ლევან ღვინჯილია გააქართულე პრემიერ ლიგა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემი იდიოტური ხუმრობა ბევრად უფრო ტრაგიკული იყო, ვიდრე ის, რომ ლივერპულმა ეს ტიტული ვერ მოიგო, თუმცა რაღაც მომენტში ნამდვილად მეწყინა ის, რომ მამარდამ ვერ მოიგო პირველივე მატჩში და სეზონის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ტიტული. თუმცა არაუშავს დარწმუნებული იყავით, მე როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, სეზონის ბოლოს ეს მატჩი და ეს ტიტული აღარავის ემახსოვრება, იმიტომ რომ ჩვენ უფრო უკეთეს შედეგებს ვნახავთ და უკეთეს ტიტულებს მოვიპოვებთ ამავე სეზონში. ამის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაზე ცალკე ვიდეოში ვისაუბრებ, აუცილებლად პროგნოზებზე მინდა რომ ცალკე ვიდეო გავაკეთო. რაც შეეხება თავად მატჩს, მე პრინციპში პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით იმსახურებდა კრისტალ პალასი ამ ტიტულს არნე სლოტის პრესკონფერენციასაც ვუყურე და ის ამბობდა, რომ ვიდრე 2-1 იყო ანგარიში და ვიდრე 2-1 იგებდა ლივერპული, გუნდი აკონტროლებდა თამაშს და ზუსტად ამიტომ გააკეთა მან შეცვლა, როდესაც შემოიყვანა ენდო და რობერტსონი, იმიტომ რომ ის დარწმუნებული იყო და მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ მატჩს მოიგებდა გუნდი, ხოლო აი მისივე თქმით, უკვე როდესაც გაათანაბრა კრისტალ პალასმა, საერთოდ გაგვიმართლა, რომ პენალტებამდეც კი მივიდა საქმეო, ანუ წასაგები თამაში იყო, აი გათანაბრების შემდეგ თვითონ სლოტი ამბობს. ზოგადად კრისტალ პალასი ძალიან სიმპათიური გუნდია. არნე როდესაც ლაპარაკობდა წინა ორ პრესკონფერენციაზე, ერთი თვითონ წინარე მატჩის პრესკონფერენციაზე და მე გადაცემა Men in Blazers-ში იყო მისული და იქ თქვა, რომ არ იქნება ადვილი თამაში, იმიტომ რომ კრისტალ პალასი არის ძალიან კარგი გუნდი. წინა სეზონში ლივერპულს არ დაუთმო არაფერი და ერთ-ერთი ითამაშეს ენფილდზე, მე იქ გახდნენ თასის მფლობელები და შესაბამისად ზოგადად აი ეს გუნდი როგორც თამაშობს და თავისი შემართებით და აი ეს ბოლო პერიოდში როგორც აეწონ, ჩემი აზრით იმსახურებდნენ ამ ტიტულს, მოგებას იმსახურებდნენ თქო, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ზოგადად კარგად ითამაშეს და ის არ იყო რომ თქვა ლივერპული დაჩაგრეს და თავი გაიგიჟეს და საუკეთესო გუნდი იყვნენ და გადაუარეს. ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეებიც, როცა პატარა გუნდი დიდი შემართებით და დიდი ენერგიით თამაშობს და ნამდვილად იმსახურებს ხოლმე გამარჯვებას და რაღაცა უსამართლობის გზნობას გეუფლება თუ წააგებს და რაღაც შემთხვევითობით მოიგებს ხოლმე დიდი გუნდი, მაგრამ ეს შემთხვევა არ ყოფილა თანაბარი, ჩვეულებრივი, როგორც არდენ თქვა, კონტროლის ქვეშ არსებული თამაში იყო ლივერპულის მხრიდან. სალასაც ჰქონდა რამდენიმე მომენტი, რომელიც ვერ გაიტანა, იქ საბოსლაისაც შეეძლო ჩემი აზრით ცოტა უკეთ დაერწყა, როდესაც მაკალისტერმა კარგად დაუგორა ბურთი კუთხურიდან ჩამოწოდებულზე, მაგრამ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ მატჩში არ მომხდარა. იქ რაღაც ტრაგედიები იყო, ნახე რომ იქ სხვადასხვა ფანების YouTube არხებზე, მე იქ რამდენიმე საფეხბურთო ექსპერტიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ როგორ შეიძლება ესეთი დაბალი დონე. კი, რაღაცამ ჩავარდნები იყო აშკარად. იქ თვითონ არნემაც ისაუბრა, რომ მაგალითად წინა სეზონში იმის ხარჯზე ვიგებდით და იმის ხარჯზე იყო წარმატებული გუნდი, რომ ნაკლებ ბურთებს უშვებდით და თქვა მინიმალური სხვაობით, იმიტომ ვიღებდით, რომ დაცვა თამაშობდა კარგად, მაგრამ აი ამ სეზონის დასაწყისში, პრესეზონშიც და ამ მატჩშიც ორი ბურთი გაუშვით და მანამდე ბევრი ბურთები გაუშვით და ამ თემაზე საჭირო არის რაღაცეების სამუშაო აქ დაცვასთან და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას გამოასწორებს. ზოგადად ის უნდა ვიცოდეთ, რომ არნე გამოდგა ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამჭრიახი მწვრთნელი. ამაზე მაგალითად მოსალამაც ისაუბრა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა არნეს მიდგომა იმ მხრივ, რომ როდესაც მაგალითად თუ ის ხედავს, რომ რაღაცა არ მუშაობს და თქვა რაღაც ტაქტიკაში გარღვევა არის და სადღაც ადაპტაცია საჭირო, ის ეგრევე იწყებს ფიქრს იმაზე თუ სად რა შეცვალოს და არ არის რაღაცა ჩაბეტონებული აზროვნების როგორც სხვა მწვრთნელები, რომლებიც ამბობენ, რომ არა, აი ჩვენ უნდა მივაწვეთ ამას და ვთამაშობთ მხოლოდ ამ სტილს და მხოლოდ ამ ტაქტიკას. ესეთი ტიპი არნე არ არისო და ძალიან მომეწონა ეს მისი აზროვნების სტილიო, მოსაც ნათქვამი აქვს ეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი თამაშიდან პრესეზონში რაც მან ნახა დაცვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ადაპტაცია არის საჭირო, მოთამაშეების იქ ტემპი, ყველაფერი ეს გასათვალისწინებელი არის და ამას აუცილებლად ვიხილავთ ჩვენ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ რა შედეგიც წინა სეზონში დადო არნემ ესეთი და მეორე ზოგადად მისი აზროვნება, როდესაც მის პრესკონფერენციებს ან ინტერვიუებს უყურებ, ის ყოველთვის განიხილავს ტაქტიკას და ერთი მომენტი იყო, როდესაც გარი ნევილმა ერთ-ერთი ინტერვიუზე ის კი უთხრა, რომ რო გამოდიხარო და რო ჩამოარაკრაკებო მთელ ამ ტაქტიკასო, რომ როგორ მიუდექი იმ გუნდსო, რომ მოგეგო და როგორ დაალაგე შენი გუნდი რო არ წაგეგო და ემეებზე რო ლაპარაკობო, ეს მე სხვა მწვრთნელებმა რომ შენ წინააღმდეგ გამოიყენონო, რას ფიქრობო და ამაზე უპასუხა, რომ ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობთ ახალ რაღაცეებზეო და ამაზე როგორც
უკვე ვისაუბრე, სხვა ფეხბურთელებსაც ნალაპარაკები აქვთ არნეს ამ სიკეთეებზე. მოკლედ სამწუხარო შედეგი იყო ნამდვილად ცოტა გული დამწყა რაღაც მომენტში პენალტები რო დაიწყო და აი საბოსლაიმ რო გაიტანა და იქ რო შანსი იყო რომ ალისონს რო აეღო გაგრძელებული იყო და მოგვეგო იქ მომააცილა მაკალისტერმა აცილა ჰაროიმ აცილა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე განსაკუთრებით ის რომ მომააცილოს პენალტი და მაკალისტერისგანაც ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ზოგადად ესეთი ცუდი მომენტები, როდესაც ესეთ უმნიშვნელო მატჩებში არის და სეზონის დასაწყისშივე ხდება იმისთვის, რომ მე აი ამ ცუდი ხასიათის ან რაღაცა ცოტა რო ოდნავ ენთუზიაზმში შეიძლება პატარა ბზარი გაუჩნდეს ესეთი რაღაცის გამო უფრო მეტი დრო აქვს ფეხბურთელს, რომ ამაზე იფიქროს, ემოციურად მოემზადოს და საერთოდ დაივიწყოს, უკან გადადოს ეს ყველაფერი და ახალი შემართებით და ენერგიით წავიდეს წინ და იფიქროს, რომ თქვათ უფრო მეტად რა მიაქციოს ყველაფერს, სად დაუშვა შეცდომა, როგორ და რანაირად, ამიტომ როდესაც ესეთი შეცდომები უმნიშვნელო მატჩებში, უმნიშვნელოს ვამბობ, იმიტომ რომ ეს ტიტული არ არის ესეთი ძალიან პრესტიჟული და დიდი მნიშვნელობის მქონე, მთავარი სეზონი ეხლა იწყება, მაგრამ არც მინდა დავაკნინო განსაკუთრებით კრისტალ პალასის მიმართ და კრისტალ პალასის ეს წარმატება, აქვე კიდევ ერთხელ მივლოცავ, მაგრამ ზოგადად გულს ნუ გაიტეხთ, გულს ნუ დაიწყეთ და ყველაფერი დაიწყება პარასკევს და ჩვენ აუცილებლად ნახავთ წარმატებულ და კარგად ათამაშებულ ლივერპულს. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ეს ახალი ფეხბურთელები, აუცილებლად უნდა ვახსენო, ფრიმპონგი ძალიან მომეწონა. კერკეზი ძალიან კარგი ბიჭი არის, კარგი ჩაწოდებებით, შესანიშნავი სისტრაფეა, ადვილად შეეწყო გუნდს, იქ რაღაც თემებშიც არის. ფრიმპონგმაც კარგად აითვისა, იქ ბურთის კონტროლი აქვს შესანიშნავი, რამდენიმე პასი კარგად ჩამოიღო და იქ მერე აი ჩამოღებული ბურთი კარგად დაამუშავა, რომ იქ შეჭრილიყო ფლანგიდან. ეკეტიკე ძალიან კარგი გოლი გაიტანა, იქ გაძვრა არ შეუშინდა იქ რამდენიმე მცველს და ესე შეაპარა ძალიან ტექნიკური დარტყმით და ჩემი აზრით იმის გამო რომ მას ესეთი გოლის ხედვა აქვს და ესეთი კარგი დარტყმა აქვს და ესეთი კარგი ტექნიკა აქვს, სალას უფრო მეტი ასისტი ექნება წელს, იმიტომ რამდენადაც მიყვარს მაინც დარვინი წავიდა კი და ბევრჯერ დაუწყვეტია ჩვენთვის გული, მაგრამ ისეთი რაღაცეებიც აქვს გაკეთებული დარვინს და ისეთი თამაშებიც მოუგია თავისი ქაოტური თამაშით, რომ მაინც მიყვარს მისი თამაშის სტილი და რაღაცა ეს ემოციურობა და მაგრამ ზოგადად ამბობდნენ, რომ მოს უფრო მეტი ასისტები ექნებოდა და უფრო შედეგიანი იქნებოდა მისი ეგრეთ წოდებული goal contribution, ანუ საგოლე მომენტში მონაწილეობა უფრო მეტი და შედეგიანი იქნებოდა. დარვინს რომ ის გოლები გაეტანა, რომელიც ჩააწოდა სალამ ხო და ეკეტიკეს შემთხვევაში იქ ვირციც იქნება უკვე საიდანაც როგორც შემტევი ნახევარმცველი და ჩემი აზრით ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება იმაზე, რომ უფრო მეტ გოლებს ვიხილავთ ლივერპულის მიერ გატანილს. მოკლედ არ ვიმწუხრებ თავს ამ შედეგის გამო და გულწრფელად ვლოცავ კრისტალ პალასს და კრისტალ პალასის გულშემატკივრებს. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ კრისტალ პალასი ძალიან მესიმპათიურება, ძალიან კარგი გუნდია, კარგად თამაშობენ, კარგი მოთამაშეები ყავთ, პოზიტიური გუნდი არის, რაღაცა ბოხმიანი და ესეთი გუნდი არ არის, რომელიც თავს შეგაძულებს. ძალიან მომწონს ასევე მაგალითად ბრენტფორდი არის ესეთი გუნდი, ბრაიტონი, არ გვანან მაგალითად ევერტონს და სხვა ეგეთ ბოღმიან გუნდებს ხო და მოკლედ ულოცავ და მოემზადოთ პარასკევისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ მოვიგებთ კი არა და მოვიგებთ აუცილებლად და ძალიან მინდა რომ მომ გაიტანოს პარასკევს და განაგრძოს თავისი რეკორდი, რომელიც გულისხმობს რომ ყველა გახსნით მატჩში, სეზონის გახსნით მატჩში მას გატანილი აქვს ბურთი და ამ რეკორდსაც თუ გააუმჯობესებს ძალიან გამიხარდება და პირველი 3 ქულაც თუ ჩაიწერება ჩვენს ხილში, ესეც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იქნება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ვიხილავთ ამ პირველ 3 ქულას. მოკლედ დიდი მადლობა, თუ არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ. მე აქტიურად ჩავწერ ხოლმე ვიდეოებს, ვიჩვენ ვისაუბრებთ როგორც ტაქტიკაზე, ასევე პროგნოზებზე, მომავალზე, ფეხბურთელებზე, აკადემიაზე, ქალთა ფეხბურთზე ლივერპულის როგორც უკვე აღვნიშნე და მოკლედ ძალიან აქტიურად ვეცდები რომ ეს არხი რაც შეიძლება ინფორმატიული იყოს იმ გულშემატკივრისთვის, რომელიც შემოგვიერთდება და რომელიც შემოუერთდება სკაუზერების რიგებს. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, ძალიან
გთხოვთ რომ დამიტოვეთ კომენტარები, იმიტომ რომ თუ ვიღაცას ახალ გულშემატკივარს რამე შეკითხვა აქვს, ან რაღაცა გაინტერესებთ, ან რაღაცა განხილვა გინდათ რომ დავიწყოთ ამ თემაზე, მე გიპასუხებთ ვიდეოთი და მე ჩვენ კომენტარებში შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა თემები, ძალიან გამიხარდება თუ ესეთი ეგრეთ წოდებული engagement-ი იქნება ამ ვიდეოებზე. მოკლედ დიდი მადლობა რომ ისმენდით და აბა ჩვენ ვიცით ეს და მოდით ეს წარმოვიდგინოთ რომ აი ჭრიჭინაში რო არის ხო იცი ვაზა რო გატყდება და ბედნიერებას მოგვიტანსო აი ეგეთი ამბავი არის რა ან რაღაც ქორწილის დროს რო იმას ტეხავენ ხოლმე ხო იცი თებს აი ეგ იყო ეს წაგება და შესაბამისად მშვენიერი სეზონი გველოდება წინ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ